დღეს დაცვის მხარე მისარგებლეთ დასკვნითი სიტყვით ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აქ არის სხვა კიდევ 9 პირის, ბოდიში 8 პირის ასე ვთქვათ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა დარჩენილი კი ბატონო უბრალოდ დღეს იქიდან გამომდინარე რომ 26 აგვისტოს საბაზღვით არის დასკვნითი სიტყვა მე უბრალოდ ფიზიკურად არ მქონდა საშუალება რომ 26-ში მქონოდა წარმოდგენილი ჩემი სიტყვა ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს მე თქვა თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ ამ სიტყვის უდიდესი ნაწილი შეეხებოდა არა მარტო გიორგი ტერიშვილს, არამედ ყველას. არა მხოლოდ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ გამოყოფილ საქმეზეც მათ შორის და რატომ? იმიტომ რომ კონტექსტი არის ერთი და იგივე. მტკიცებულებები არის ერთი და იგივე, ხო? ბრალდების მხარემ რაღაცა ვიდეოები ჩამოტვირთა, ვიდეოებზე ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ყველანაირი მოწმის, ყველანაირი სხვა მტკიცებულების გარეშე წარუდგინა ორგანიზებული ბრალი და ეხლა რომ მოვდიოდი სოციალურ ქსელში გავცელდა რაღაცა ვიდეოსავით, რომ რას ამბობდა და შესავალ სიტყვაში ბრალდების მხარე და რას ამბობდა დასკვნით სიტყვაში, ხო? შესავალი სიტყვა დაიწყო იმით, რომ რაღაცა ორგანიზებულად იკრიბებოდნენ, თითქოს რაღაცებს გეგმავდნენ, მითითებებს ასრულებდნენ და დღეს დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარეს მოვისმინეთ სამწუხაროდ უკვე მოსახლეობა ვერ ისმის ამას ადეკვატურად სწორედ იმიტომ რომ ეს პროცესები დაემალა სახელმწიფო საზოგადოებისაგან, თორე ჩვენ ნახეთ სხვა საქმეებზე დაუშვეს მედიები და ამ საქმეზე ცოცხალი თავით არ უშვებენ არც ერთ მედიას, ხო ეხლა ზუსტად მაგას ვამბობ, ეხლა თუ მე მანამდეც თქვი რომ თუ არ გსურს დამალო პროცესი, თუ არაფერს არ აფუჭებ იმ სხდომაზე, მაშინ რატო ხურავ, ხო? რატო არ აძლევს საშუალებას რომ გადაემალო? ანუ რა დარჩა დასკვნით სიტყვაში? დასკვნით სიტყვაში დარჩა რა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ შეკრებილები იყვნენ და ადგილზე აპროტესტებდნენ რაღაცას. მეტი არაფერი არ დარჩა. ორგანიზება ვერ დასტურდება. რა თქმა უნდა. აი თქვენ ძალიან კარგად გქონდათ ეს აღწერილი, სად არის ბრალიო, ხო? ესეც დანიშნულია. ჩვენ მეც რა თქმა უნდა ეს პოზიცია, რომელზეც ჩვენ უკვე დასკვნით სიტყვაში ვთქვით, ყველა სხდომაზე ნელ-ნელა იკვეთებოდა. ეს არ არის მხოლოდ დასკვნითი სიტყვა. დასკვნითი სიტყვის მთავარი ფუნქცია არის ის, თუ რა მოხდა მთელ სასამართლო სხდომაზე. და დასკვნის სიტყვას ჩვენ ადვოკატები არ ვამზადებთ ბოლო დღეს. ეს მზადდება ყოველი სხდომის შემდეგ თუ რა შეკითხვებს ვსვამ და რა მიზნით ვსვამთ, ხო? ამ შეკითხვებით გამოიკვეთა რა, ჩვენ დაცვის მხარემ წარვადგინეთ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, სხვათა შორის 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე, თქვენ გახსოვთ ალბათ ეს საქმე. ეს გადაწყვეტილება დათარიღებული არის უკვე 2023 წლის და არის უახლესი პრაქტიკა, თქვენ თუ შევძანდებით უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, გადაწყვეტილების საძიებო სისტემაში მხოლოდ ამ სისხლის სამართლის საქმეს ამოაგდებს ამ კონკრეტულ მუხზე, პრეცედენტს, პრაქტიკას, თუ როგორ უნდა განმარტოს პირველი ინსტანციის მოსამართლემ ამ მუხლის შინაარსი. აი მარტივად რომ თქვათ, მოსამართლის სახელმძღვანელო პრინციპია, თუ რას ნიშნავს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ანალიზი მოხდა, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებების და ჩვენი პოზიცია თავდაპირველადვე მოვარგეთ ჩვენი სტრატეგია ამ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ გადაწყვეტილებას. და რა დადგინდა, რომ სასამართლო ყოველთვის აღნიშნავდა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, გულისხმობ 2021 წლის 5 ივლისის სისხლის სამართლის საქმეს, რომ თუ სახეზე წარმოდგენილი არ არის 4 კომპონენტი. ეს არის ნაცნობობა, ეს არის კონტაქტი, ეს არის ქმედების ვინმეს მითითებით შესრულება და ქმედების ორგანიზებული ხასიათი. ეს 4 კომპონენტი თუ არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ჯგუფი იყო ორგანიზებული. ჩვენ დეტალურად გავშალეთ, რომ არც ნაცნობობა არსებობდა, არც კონტაქტი არსებობდა, არც ქმედების ორგანიზებული ხასიათი არ არსებობდა ორწუთიან ვიდეოში და რა თქმა უნდა, არც არავინ არ არსებობდა, ვის მითითებასაც შეასრულებდნენ, რაში ჭირდებოდათ ამ პირებს ვინმეს მითითებით შესრულება, პირიქით, ქვეყნის სიყვარულის ნიადაგზე და დემოკრატიის დაცვის ნიადაგზე გამოვიდნენ გარეთ. ერთადერთი ორგანიზატორი ამას ყავდა იმ ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ცვლის ევროპულ კურსს. და ასევე ამავე გადაწყვეტილებაში ჩვენ გამამართლებელი პოზიციას გავაზიარეთ, ხო? სასამართლომ თქვა ასეთი რამ, რომ თუ ადამიანები იკრიბებიან სხვა საქმეზე, თუ ადამიანები იკრიბებიან სპონტანურად, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ჯგუფურად, ეს არ წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულს და ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს ადამიანები სპონტანურად შეიკრიბნენ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და ეს სიტუაცია რა იყო, ხო? შექმნილი განცხადება და სპონტანურად გამოსვლა. რა თქმა უნდა, თორე და აქ კიდევ საინტერესო საკითხი იყო, რომ სასამართლო ამბობს, რომ თუ დადგენილი არ ყავს შენ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი,
მაშინ როგორ უნდა დაადგინო მონაწილე პირი მითითებას ასრულებდა თუ არა? ოღონდ ეხლა ჩვენ რა ვსაუბრობთ? ვინ არის დავალების გამცემი თუ არ იცი, როგორ იცი რომ ის მითითებებს ასრულებდა, ხო? ან რაღაცა შეიძლება სახელი არ იცოდე გამცემის, მაგრამ რაღაცა ფარული ჩანაწერი უნდა გქონდეს, რაღაცა მტკიცებულება უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ესე მტკიცებულებების გარეშე 8 თვით, 8-9 თვით პატიმრობაში გაშორ ყოფნა ამ ადამიანების და შემდეგ იმაზე ფიქრი, რომ რა მოუფიქროთ, რომ გადაუკვალიფიციროთ, რომ ნაკლები სასჯელი მივცეთ, ხო? ეს არ შეიძლება. ეს არ არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, შენ როცა იმაზე ფიქრობ, რომ გადაუკვალიფიცირო რაღაც, რომ 4 წლის მაგივრად 2 წელი მივცე უდანაშაულო ადამიანს. ჩვენი ერთპიროვნული მოთხოვნა არის ძალიან მარტივი აქ, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ეს ადამიანები დარბაზიდან, იმიტომ რომ ბრალდების მხარე მტკიცების ტვირთი ვერ წარმოადგინა სასამართლო დარბაზში. ისევე როგორც ეს იყო მაგალითად ჩემი კოლეგის ლაშა ცუცქირიძის საქმეზე, ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე. ხო, ეხლა ლაშამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, მე პირადად ვესწრებოდი ზუსტად და მისი სტრატეგია იყო ძალიან გამართლებული. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ სასამართლოს ამ პირობებშიც კი არ მივცეთ საშუალება, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვან ციხეში. ეს არის ჩვენი თავი. შეიძლება რამდენად დაბალია ეს სტანდარტი, ჯერთი ყველა მოწმე პოლიციელია ყველა საქმეში. თქვენ ახსენეთ რომ ორგანიზება საერთოდ ვერ დგინდება, ორგანიზებული დანაშაული, უფრო მეტიც არ არსებობს მოწმე, რომელიც რომელიმეს ხელს ადებს. ასეა ხოლმე? რომ აი ამან ესროლა ეს საგანი და ამის შედეგად მიიღო დაზიანება. აი რატომ ვამბობთ ახლა ამას? თუ ჩვენ მოსამართლეს განუმარტეთ და ეს არ არის რა თქმა უნდა შეურაცხყოფელი სასამართლოსთვის, მხარეები ვალდებულნი არიან სასამართლოს გაეხმარონ და განუმარტონ და სწორ გზაზე დააყენონ, იმიტომ რომ მოსამართლეს არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები ან შეათანხმოს პოზიციები, ის მთლიანად უნდა დაეყრდნოს რა ხდება სასამართლოს ხდომაზე იმ გარემოებებს. იმ პირობებში როცა ჩვენ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ დაუსვამს, თითქმის არც ერთი მოწმისთვის. ამიტომ მთლიანად ჩვენ პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ სასამართლოს ვეუბნებით ძალიან მარტივ რამეს. თუ შენ ჯგუფურ ორგანიზებულ დანაშაულს მოხსნი და დაიწყებ ფიქრს იმაზე, რომ გადააკვალიფიცირო ინდივიდუალურ ბრალზე, მაგალითად პოლიციელს დაესხა თავს, მაგალითად პოლიციას წინააღმდება გაუწია, მაგალითად იხულიგნა, დაუშვათ, ხო ვცდილობ რომ აი მარტივად იურიდიული ენის გარეშე ავხსნა საზოგადოებისთვის. ძალიან გასაგებია ეს. თუ ჩვენ გადავალთ ამ მუხლებზე და შეუმცირებთ მაგალითად სასჯელს, სწორედ ეს ამ ნაწილის სტრატეგიული შეთავაზება იყო ჩვენი შემდეგი ნაწილი, რომ ამის საშუალებასაც არ გაძლევთ საქმე და ვერც მოგცემთ, იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ ინდივიდუალურად და ჯგუფურობა მოხსნა და ერთი ინდივიდი აიყვანოს სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში და მისცე თავისუფლების აღკვეთა, შენ მინიმუმ უნდა დაადასტურო ბრალდების მხარემ, რომ პირველი წარმოადგინე მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ამ ბრალდებულმა დამაზიანა, ან წარმოადგინე მოწმე, რომელიც იტყვის, რომ ამ ბრალდებულის ქმედებების შედეგად მე შემექმნა საფრთხე. ჩვენ რა გვაქვს ახლა სინამდვილეში? გვაქვს 15 დაზარალებული, რომელიც გვირდებოდნენ, რომ 159 უნდა ყოფილიყო და ეს იყო პოლიციის თანამშრომელი. ამაზე ვწუხართ კიდევ ერთხელ, ვის უხარია საერთოდ ადამიანების დაზიანება ამ ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, კონტექსტ შევხედოთ. არავის არ უხარია, რომ რაღაც პოლიციელი დაზიანდა. პირიქით, საქართველოს ნებისმიერი ადამიანის დაზიანება ჩვენთვის ძალიან დიდი წუხის წარმოადგენს, მაგრამ კონტექსტუალურად შევხედოთ რა, ახლა 400 ადამიანი არის დაზარალებული და იმაზე ნახევარზე მეტი ნაწამებია, ხო? და ამ პირობებში ბრალდების მხარემ წარმოადგინა 14 დაზარალებული, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა მაგალითად გიორგი ტერიშვილს, სადაც ედავებიან ინგოროყვას ქუჩაზე. საერთოდ იმ ტერიტორიაზე არ დაზიანებულა. არც ერთი და თუ დაზიანდა პირველ დეკემბერს მხოლოდ ორი მოწმე დაზარალებული დაზიანდა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ, რომელიც არის დაახლოებით 500 მეტრში და შეუძლებელია გიორგის ვინმე დაეზიანებინა. მით უმეტეს ეს ორი ადამიანი დაზიანდა ქვის საშუალებით ვამბობენ, ხოლო გიორგის ქვის სროლას არ ედავებიან, გიორგის ედავებიან სველი მუყაოს ქაღალდის გასროლილი, ასე ვთქვათ, ფეიერვერკის მუყაოს ქაღალდის ჰაერში სროლას. და არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ რაღაცა სველი მუყაოს მოგრძო მასიური საგნით დაზიანდა. ამიტომ სასამართლოს მარტივ რაღაცას ვეუბნებით. თუ ბრალდების მხარე არ მოიყვანს მსგავს მოწმეს, რომელიც სავალდებულო კომპონენტებს დაგისაბუთებს ძალადობის ან ძალადობის მუქარის, მაშინ ამის საშუალებაც არ გაქვს შენ რომ გადააკვალიფიცირო ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. ეხლა რა თქმა უნდა კითხვა წამოვა, რომ 4 წელს ხო 2 წელი ჯობია ვიღაცისთვის, მაგრამ მეგობრებო, ეს არის საშიმს წლები, ადამიანის დახარჯული წლები, უდანაშაულო ადამიანის პენიტენციურ ციხეში. პრობლემაა და რატომ იყო საერთოდ აი ახობაძე ახსენეთ თქვენ 8 თვე რომ იყო ციხეში და ამ დროს დედა რომ დაეღუპა და აღმოჩნდა რომ ეს ნარკოტიკი მას არ ქონია და ეს ჩაუდეს, სად მიდის ადამიანის ეს 8 თვე უდანაშაულოდ ყოფი ციხეში და რატომ არ არის სრულ მოწმე? მაგას ვამბობ, ხო,
აქ მინდა ვიკითხო კიდევ თქვენ ახსენეთ რომ მე თავში ვიკითხე რატომ არის ამათი სათაური პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი დევნა ყველასი რატომ ერთიანდება ეს სათაური ყველას ასე რატომ ერგება თქვენ ახსენეთ აი მაგალითად იყო ასეთი საქმე 8 პირის შემთხვევაში როცა აღმოჩნდა რომ ვიდეო მასალა არის დამონტაჟებული და იქ პოლიციელების კადრი არის ჩამონტაჟებული ირაკლი მიმინოშვილისა და გოშაძის შემთხვევაში ხომ ანუ ვის ესვრის რაღაცას თქვა იგივე მუყაოს ან რაღაცას ნივთს არ ვიცი ვინმე ხო აი ეს არ დგინდება არც ერთი მოწმის მხრიდან და ის კადრიც იქ რო პოლიციელები ჩანან აღმოჩნდა რომ ჩამონტაჟებულია ეს დაადგინა სამხარაულის ექსპერტმა ხომ აი ზუსტად ეს ვიკითხე სტანდარტის არ ქონა ამ საქმეში არც ერთი ნეიტრალური მოწმე რამდენად აკმაყოფილებს საერთოდ რაიმე ტიპის სტანდარტს ასეთი საქმე თქვენ ისაუბრეთ როგორ უნდა იყოს რომ ეს ადამიანები უნდა გამართლეს მაგრამ თვითონ საქმის მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია ბრალდების ხარისხის მხრიდან მინიმალურ სტანდარტს თუ აკმაყოფილებს. კი ბატონო, ჩემი დასკვნით სიტყვა სწორედ ამას შეეხებოდა, რომ ამ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და ამის სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა გარკვეული, ასე ვთქვათ, მონახაზით ამასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიციაც ეს იყო ზუსტად, რაც შეეხება დამონტაჟებულ კადრებს, ჩემმა კოლეგამ ომარ ფურცელაძემ ძალიან კვალიფიციურმა ადვოკატმა ჩაატარა მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტი მოიწვია სასამართლოში და მანაც დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების ვიდეო ჩანაწერები არის დამონტაჟებული, ანუ წვეტები არის შუაში და საერთოდ ჩვენ ნახეთ პოლიციელები, რომლებიც მოვიდნენ სასამართლოში და თქვეს რომ რაღაცა 6 საათიანი ვიდეო გქონდა და ამოვჭერით, გადავჭერით რაღაცა კონკრეტული საინტერესო მონაკვეთები და მოვიტანეთ და ჩვენ კითხვა გაგვიჩნდა, ხა 6 საათიანი ვიდეო თუ გქონდათ და თქვენ თუ მედავებით რომ ორგანიზებას ჰქონდა ადგილი და ხასიათი ასეთი მძიმე იყო და თუ მარტო 2 წუთი გამოჩნდა ადამიანი კადრში, მაშინ რომელ ორგანიზებას და მძიმე ხასიათია საუბარი და რომელ ორგანიზებულ დანაშაულზე, ხო? და შესაბამისად ჩემმა კოლეგებმა სხვათა შორის ამ ვიდეოებთან დაკავშირებით ძალიან კარგად იმუშავეს სასამართლო დარბაზში და მე რა თქმა უნდა მადლიერი ვარ რომ მათთან ერთად მაქვს ამ ყველაზე შემიძლია იგივე ვთქვა რაღაცა განსხვავებული საქმეებია ესენი, როდესაც მთელი ადვოკატების გუნდი ერთდროულად მუშაობთ, აი ერთ პოზიციაზე ვართ და თითქოს გამოდის ისე რომ სტრატეგიაც ერთი გვაქვს და ერთმანეთის არგუმენტებს ვავსებთ და მე ძალიან მიხარია რომ საშუალება მათთან მომეცა და მეორე უფრო ძალიან მწუხვარ რომ ასეთ საქმეზე მომეცა მათთან ასეთი კომუნიკაციის საშუალება. ამიტომ სტანდარტზე როდესაც საუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აი მაგალითად ომარ ფურცელაძემ ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ლაშა თუცკირიძემ ჩაატარა დნმ-ის ექსპერტიზა, სადაც ძალიან ბევრი რამ დადასტურდა. ანუ ფაქტობრივად ადვოკატების ის გუნდი, რომელიც ამ საქმეებზე მუშაობს, ჩემი კოლეგები არიან ძალიან კვალიფიციურები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებითი ნაწილი ვერ იქნა შესრულებული და დადასტურებული და ვერც დადასტურდება. აი ეს საუბარი ძალიან მინდოდა ყურადღება გამომახვილებინა მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის ტექნოლოგიური ექსპერტიზა. რომელიც ბრალდების მხარემ დანიშნა ყველა ამოღებულ მობილურ ტელეფონზე. და სხვათა შორის ჩვენ გიორგი ტერიშვილის მხარემ მობილური ტელეფონის გადავეცით და შეღწევის კოდიც გადავეცით, რომ შებრძანდით და დაათვალიერეთ. იმის ნაცვლად რომ ბრალდების მხარეს ვინმესთან იპოვო ამ ადამიანებს შორის, თუ ორგანიზებას აბრალებს. ზუსტად ჩვენი პოზიციაც ეს იყო, შენ თუ მეუბნები რომ მე ორგანიზებაში მონაწილეობდი, მაშინ ჩემი ზარები უნდა გადაამოწმო, ჩემი შეტყობინებები უნდა გადაამოწმო. რამე კავშირი უნდა დაადგინო და იმის ნაცვლად რომ გამომძიებელი შესულიყო და გაეხსნა ეს ტელეფონი, გადააგზავნა ექსპერტიზაზე, რომელზეც ზუსტად იცოდა რომ ამ 8 თვეში პასუხი არ მოვიდოდა და დარჩებოდა ღიად ეს საკითხი რომ ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული. სად არის ეს ექსპერტიზა? დასრულდა ხდომები, ხო? ექსპერტიზა არ არსებობს, შესაბამისად ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ. და ჩვენ გქონდა სურვილი რომ ეს ექსპერტიზა ყოფილიყო. იმიტომ უნდა ყოფილიყო რომ აქ სიმართლეს ნახავდა საზოგადოებას და სიმართლეს ნახავდა სასამართლოც, რომ ჩვენ არავისთან დასამალი არაფერი არ გვაქვს. გიორგი, ბოდიში ირაკლი, როდის უნდა იყოს გიორგი ტერიშვილის და ასევე სხვების 11 პირის საქმეზე საბოლოო განაჩენს, როდის ელოდებით? კიდევ ერთ სხდომა არის დარჩენილი, თქვენ ახსენეთ, რამდენი დასკვნის სიტყვა დარჩენილი. სავარაუდოდ როდის არის ეს თარიღი? კი ბატონო, 26 აგვისტოს დანიშნული არის დაცვის მხარის დასკვნის სიტყვების ამოწურვის ეტაპი და სავარაუდოდ ეს იქნება ბრალდების მხარის რეპლიკებიც, ეს რეპლიკები ნიშნავს იმას, რომ შემდეგი პოზიციები მოკლედ ხელახლა უნდა გავცვალოთ და საბოლოო სიტყვის უფლება, საბოლოო რეპლიკის უფლება მაინც დაცვის მხარეს აქვს. შემდეგ 29 აგვისტოს არის დანიშნული საბოლოო სიტყვები ბრალდებულების, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან მოკლედ წარმოთქვამენ ამათ, იმიტომ რომ სალაპარაკოს არ დარჩა არაფერი. და
მოსამართლეს უკვე საშუალება ექნება 29-შივე მიიღოს გადაწყვეტილება. შეიძლება არ გამორიცხავთ, რომ ადგილზე თათბირით გამოიყენოს ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ისეთი სისხლის სამართლის საქმე, ვისაც გამორიცხვა არის რაღაცები შეუძლებელი. ხა შეიძლება ვთქვა მე რომ გამორიცხავ, მაგრამ მოხდეს ხო რეალურად, ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 29 აგვისტოს იქნება საბოლოო სიტყვები, რა დროსაც მოსამართლე ან გავასათათ პიროთ და სხვა თარიღზე დანიშნავს სხდომას და გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ან მასვე შეეძლება, რომ ადგილზე თათბირით მიიღოს გადაწყვეტილება. მე ხა რო უყურებ მთელი ამ სხდომების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, იმას ვერ ვიტყვი მოსამართლეზე, რომ საქმის განხილვას არ უსმენდა და არ აქვს მონიშნული მნიშვნელოვანი საკითხები. პირიქით შემიძლია ვთქვა, ყველა სიტყვას ინიშნავდა მოსამართლე და მე არ ვფიქრობ, რომ მას სურს სათათბიროდ გასვლა. მას შეუძლია უკვე ადგილზევე გამოაცხადოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩართული იყო სხდომაზე და აქ საფიქრალი არაფერი აღარ არის. ანუ რაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ, როგორ დაწეროს გამამტყუნებელი განაჩენი და როგორ დაასაბუთოს სიცრუე, ამაზე უნდა იფიქროს. ანუ გამორიცხულია ეს ჩვენთვის. ამიტომ ჩვენი შეთავაზება არის ძალიან მარტივი რამე. განთავისუფლდნენ ეს ადამიანები და დაუბრუნდნენ ოჯახებს, იმიტომ რომ ამ ადამიანების უკან არის ასეულობით სხვა მისი მეგობარი, ოჯახის წევრი და ყავთ შვილები, ყავთ ხანში შესული დედა ყავს გიორგი ტერიშვილს, რომელიც საკმაოდ ტრაგიკული ოჯახის ისტორია აქვს, ხო? მის დედას შვილი დაკარგული ყავს. ერთი შვილი აქციაზე დაკარგა და მეორე შვილი აქციაზე დააკავეს უკანონოდ და ყველაფერს აქვს თავისი მორალური და სამართლებრივი საზღვარი და განსხვავებით ადრე თუ რაღაცა გვავიწყდებოდა, იმიტომ რომ ჩანაწერები არ არსებობდა და კონფიდენციალური იყო და გასაიდუმლოებული იყო ვინ რას აკეთებდა, დღეს ყველაფერი საჯაროა და ამას ისტორია შეინახავს თუ როგორ აუბედურებდნენ ადამიანებს ეს ხალხი, ხო? და როგორ მაგალითად ძალიან ბევრს ზოგს მამა გარდაეცვალა და ზოგს ოჯახის წევრი და იმ დროს და ასე ვთქვათ იმ ურთიერთობებს ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. იმ პირობებში, როცა პატიმრობის საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, გირაოსაც შეეძლო შეეკავებინა ის აბსტრაქტული საფრთხები, რადგან საუბრობდით. ამიტომ ადამიანებმა დაკარგეს უახლოესი ნათესავები. უნისემ დაკარგა მამა მაგალითად. აი ამ დროის ანაზღაურება გამორიცხულია, რაც არ უნდა კომპენსაცია არსებობდეს სამომავლოდ ამ პირების მიმართ და იარსებებს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ვინც დაზარალდა აქციებზე, ვინც უკანონოდ დაიჭირეს, როცა დაუბრუნდებით დემოკრატიულ ფარგლებში, მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კომპენსაცია ვერასდროს ვერ დააკომპენსირებს იმ გაცდენილ და დაკარგულ დროს და იმ ურთიერთობებს, რომლებიც ვერ ქონდათ საკუთარ ახლობლებთან. ამიტომ ჩვენ იურისტები არ უყურებთ მხოლოდ კანონს. ჩვენ უყურებთ მორალსაც და ჩვენ უყურებთ ღირებულებებს, რაც გვაერთიანებს ზოგადად და სასამართლოს ასე უნდა იყოს. ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს მორალურ ღირებულებებს კანონთან ერთად, იმიტომ რომ აქ კანონის და მორალიც არის ამ ადამიანების მხარეს. და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა და ხედავდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ჩაეკეტა სასამართლოს სხდომები საზოგადოებისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა წვდომა აღნიშნულ საქმეებზე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ის, რომ არც ერთი პოლიციელი არ არის ამ ადამიანების მიერ დაზარალებული, არავინ არ გეგმავდა არაფერს და სრულიად უდანაშაულო 11 პირი და გამოყოფილ საქმეზე 8 პირი ზის ციხეში და არ აქვს ურთიერთობა საკუთარ ახლობლებთან. ამიტომ ახლა ამაზე დანარჩენზე საუბარი ზედმეტია და მე ვთვლი, რომ ეს საქმე იქნება სახელმძღვანელო პრინციპი სამომავლოდ ნებისმიერი მოსამართლისთვის, ნებისმიერი პროკურორისთვის, ნებისმიერი ადვოკატისთვის, რომ ის უნდა ემსახუროს ქვეყანას და არა სხვა ინდივიდუალურ კერძო ადამიანებს.